თქმების შესახებად და აქ ძალიან რთულია რომ და ზოგადად ყველგან მაყურებია რომ იყო წესიერი კოლორისტი რომ კარგად გაგიკეთოს თქმები. საქართველოში კი ძალიან კარგი გოგო მყავდა და მოვიკითხა ვიცი რომ უყურებს ამ ვიდეოს. ხო და ესე დამრჩა ახლა ძალიან მოზია ბოლოში, მაგრამ თქმებზე წინ აღარ ვიქუპე და ამიტომ მოკლედ მოვიდი აქ. თაიას მასწავლებელი იკეთებს აქ და რომ ნახე ძალიან ლამაზად გქონდა. ნახოთ, აბა იმედია მეც მომეწონება. შედეგს დაელოდეთ აუცილებლად და გამიზიარეთ მე რამდენად მოგეწონებოდ. ამიტომ ვიცი რომ შევიჭრო, უნდა შევისწორო ესე. სულაც მაგ. თან აქ ის არის კიდე რომ ანუ ყველაფერთან ერთად რომ წესიერ და ნორმალური ფერის სპეციალისტი ნახო სალონში და კარგად შეკრიბოს ისე როგორც გინდა. პლუს ის არის რომ ძალიან უაზრო ფასებია, ანუ ფასები არის ძალიან გაბერილი. თუმცა საქართველოში პრინციპში ქალაქში უკვე ისეთი ფასები აქვს მიღებას რომ ნამდვილად აღარ ჩამოვარდება კანადის ფასებს. მაგრამ მე ჩემი კარგი გოგო დააკარგ ფასად მიკეთებდა. სალონელაში ვიკეთებდი როგორც იცით ვაზის უბანში ბევრი ჩემ გამწერმა მომწერა და კი უთხარი და ვისაც არ გინახია და არ იცით კიდე რომ იცოდეთ ვაზის უბანში არის ეს სალონი და ძალიან საყვარელი გოგო დააკარგა აკეთებს აი მე როგორ მაქვს ლამაზად ბოლოებში ისე მომწონს მაგრამ მაგ ჭირდება ეხა განახლება და აბა დაველოდოთ შედეგს როგორ იქნება გამოვიდი ეხლა ის ფერები არ არის ზუსტად რაც მქონდა მაგრამ მომწონს ცუდი არ არის ნამდვილად თმაც შევიჭერი და თმის შეჭრაში და ველირებაში გადავიხადე რა თქმა უნდა ტიპსების გარეშე ტიპსების ცალკე რამდენსაც გინდა რომ დაუტოვებ ეს შენობაზეა გადავიხადე $404 თავის ტაქსებით ნუ როგორც უკვე აღნიშნე საქართველოშიც ფაქტიურად იგივე ფასი აქვს უკვე 300 ლარი ქალაქში, მაგრამ ვაზის უბანში კარგ გოგოსთან 180 და 200 ლარშიც გაიკეთებ ძალიან კარგ ფერებში და კარგად. რა ვიცი, ნორმალურია, ცუდი ნამდვილად არ არის. წავედი ახლა მივხედოთ ჩემ პატარებს და მადლობა რომ ყოველთვის ესეთი სითბოთი და სიყვარულით ხართ ჩვენი ოჯახის მიმართ და გამოხატავთ ამას. აბა დროებით ბედნიერი უქმეები ყველას.